დღეს აგიხსნით, როგორ გართმევენ ქრისტეს, ისე რომ ვერც აცნობიერებ. ღვთის უპირობო ნიჭი არის, როდესაც შენ ითვალისწინებ იესო ქრისტეს ყველა ნათქვამს ერთიანობაში. როდესაც შენ ითვალისწინებ ყველა მოციქულის ნათქვამს ერთიანობაში. რატომ იცით? იმიტომ რომ უფალი არ ეტევა ერთ მოციქულში. არ გამოიხატება ერთი მოციქულით, რადგან დიდია. ამიტომ 12 მოციქული რისთვის იყო თქვენი აზრით? იმისთვის რომ 12 მოციქულში ჩაატია თავისი სათქმელი და არა ერთ მოციქულში. ამიტომ ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რომ ყველამ რას თქვა ერთიანობაში საერთო ერთი აზრი გამოიტანო და არა ცალ-ცალკე. იმიტომ რომ ძალა არის ყველა მოციქულის ნათქვამში და არა ცალკეულად დეფრაგმენტირებულად ერთიანში. ეხლა რატომ გააკეთა უფალმა ეს? იმიტომ რომ ბნელის მოციქულებს და სხვა დანარჩენს ესე ერთი მოციქულის ნათქვამი არ ეთამაშებია ფეხბურთის ბურთივით. და ვიღაც რომ მოდის და ერთი მოციქულით გელაპარაკება, ის ცდილობს დაყოს უფლის გადანაწილებული ცოდნები მოციქულებში და კონკრეტულად გამოყვანილ აზრს აჟღერებს. აქ იმისთვის მოვიდა იესო ქრისტე, იმისთვის გააკეთა ყველა ეს გარემოქმედება, რომ საქმე გვაქვს ყველას საკეთებელი და იესო ქრისტემ ეს მაგალითი გვაჩვენა, რა საქმე გვაქვს საკეთებელი. სხვა შემთხვევაში იესო ქრისტე არც მოვიდოდა დედამიწაზე, იქნებოდა უფლის გვერდით. ეს ცრუმსწავლებლები იყენებენ ესეთ ფრაზას: არანაირ საქმეს არ შეუძლია ადამიანის გამართლება ღვთის წინაშე. შენ რაც არ უნდა რწმენა გქონდეს, შენ თუ ცუდს გააკეთებ, შენი რწმენა არის ფუჭიო. შენ თუ მოქმედებით ბოროტს ჩადიხარ, ესე იგი რწმენას არ ქონია მნიშვნელობა თუ საქმეს არ აკეთებ და არც მოქმედებას არ აქვს მნიშვნელობა თუ მოქმედებაში რწმენა არ დევს. ორივე ერთად თანაბრად ღვთიურ ბალანსში უნდა იყოს რწმენა და მოქმედება. წარმოუდგენლად კოშმარია, როდესაც უფალი იესო ქრისტე მოვიდა დედამიწაზე, მოქმედებების მთელი ჯაჭვი განახორციელა და შენ რწმენაში იღებ, რომ ბევრად მნიშვნელოვანი ყოფილა ცალკეულად რწმენა და ნახევრად მნიშვნელოვანი მოქმედება. რადგან შენ თუ ერთს მაღლა აყენებ, მეორე ქვემოთ ჩადის. ბალანსი გაქვს დარღვეული. იესო ქრისტეს შეეძლო მოსულიყო, სადღაც გახიზნულიყო უდაბნოში და ემედიტირა, რაღაც მოქმედებები გაეკეთებია და უფლისთვის ეთქვა, რომ უფალო, მე რწმენა მქონდა მხოლოდ და მიმიღე. რატომ არქნა ეს? იმიტომ რომ საქმე არის მოქმედებასა და რწმენაში ერთად. ვინც გეუბნებათ, რომ მეტი დრო დაუთმე რწმენას და ავტომატურად ნაკლებ დროს უთმობ მოქმედებას, კეთილ მოქმედებაზეა საუბარი. შენ ავტომატურად ბოროტში გადადიხარ და ავტომატურად ქრისტეს უარყოფ. ქრისტეს ფიზიკურ მოსვლის მაგალითს უარყოფ. ამით ვიღაც შენ რომ რწმენაში გაძლევს, რომ მეტი მნიშვნელობა აქვს რწმენას და ნაკლები მნიშვნელობა აქვს ავტომატურად მოქმედებას, იმიტომ რომ შენ თუ რწმენას დიდ დროს უთმობ, მოქმედება უკან გრჩება. ვინც ამას გეუბნება, შენ გეუბნება, რომ ქრისტეს მაგალითი არის ფუჭი და შენ ამას რწმენაში რომ მიიღებ, ქრისტეს მაგალითს უარყოფ ავტომატურად. შენი ცხოვრების მაგალითით უკვე რწმენას უთმობ, მეტ დროს აღარ მოქმედებ და ამ არ მოქმედებით ავტომატურად ქრისტეს უარყოფ. ქრისტეს მოქმედებას უარყოფ, იგივე ქრისტეს უარყოფ. ესენი თქვენ გართმევენ იესო ქრისტეს და დეტალებში აგიხსნით როგორ. ესენი ცდილობენ იესოს მოქმედება გააქარწყლონ. რა მაგალითიც გაჩვენა მოქმედებაში, რწმენაში და მოქმედებაში ერთად. რა მაგალითიც გაჩვენათ, ამის გაქარწყლებას ცდილობენ ესენი, რომ შენ არ დაემსგავსო ქრისტეს მოქმედებაში და რწმენაში ერთად. არამედ უბრალოდ გახდე ცრუ, რომელსაც წამს და მოქმედებას ავტომატურად ვერ უთმობს დროს. იმიტომ რომ შენ თუ ბალანსში არ ხარ, 50-50-ზე, შენ დისბალანსში ხარ, ქაოსში ხარ და თუ მეტი რწმენა გაქვს, შენი მოქმედება აღარ არის ძლიერი და შენი რწმენა აღარ საბუთდება მოქმედებით. თუ მოქმედება გაქვს ცალკეულად და რწმენა არ გაქვს, შენი მოქმედება რწმენის გარეშეა და არ აქვს ძალა. გესმით? ამათ სურთ, რომ თქვენთვის რწმენა გახდეს 80-90%, მოქმედება გახდეს 20% და თქვენი რწმენა იყოს ფუჭი და მოშორდეთ ამ მდგომარეობით იესოს. რადგან იესო იყო ორივე თანაბრად ბალანსში, იმიტომ რომ უფალია ბალანსი, სამყაროს ბალანსი, ქაოსის ბალანსი. ამიტომ იესო ქრისტეს რწმენა და მოქმედება თანაბრად მიდიოდა და მიდის ყოველთვის. და ვინც საწინააღმდეგოს გასწავლის, ხრამში გერეკება იესო ქრისტეს გაშორებს. შენ ილოცები იესო ქრისტესზე, ქრისტიანი გგონია თავი, მაგრამ შენი რწმენით შორდები იესო ქრისტეს. გინდა ეს თუ არ გინდა, ავტომატურად ხდება ეს. პირდაპირ კი არ გეუბნება იესო ქრისტეს მოშორდიო, არა. ესე გაშორებს სრუთი ქრისტეს. შენ ფიქრობ, რომ უბრალოდ რწმენაში მოგაქვს, რომ რწმენას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს.
აქვს. მაგრამ გავიწყდება რომ რწმენას როგორც კი ზედმეტ მნიშვნელობას დაუთმობ და მოქმედებას გამოტოვებ, შენი რწმენა ხდება ფუჭი, რადგან არ ამყარებს მოქმედება. და შენ ეხლა ამას ვერ აღიქვამ. დროთა განმავლობაში 1 თვე, 2 თვე, 1 წელში ისე მიგიყვანს ის, რომ ბოლოს უკვე შენთვის მოქმედება იქნება აბსურდი და აბსოლუტურ რწმენაში იქნები და შენი აბსოლუტური რწმენა იქნება ფუჭი, რადგან საერთოდ იესოსთან ახლოს არ იქნება. ამაშია საქმე. ავტომატურად დაგემართება ეს. მაგრამ იესო ქრისტეზე დაილოცები და რწმენაში იქნები იესო ქრისტეს მიმართ, მაგრამ იესო ქრისტესთვის შენ იქნები უცხო, რაღაც სხვა, რომელიც მისი მაგალითით არ ცხოვრობს. ამათი მიზანი არის ის, რომ თქვენ ავტომატურად, ტექნიკურად ღმერთს მოშორდეთ, ისე რომ ვერ გააცნობიეროთ. ამიტომ ამბობს უფალი, რომ მრავალნი მეტყვიან იმ დღეს ბოლო ჟამზე. უფალო განაშენი სახელით არ წინასწარმეტყველებდით, განაშენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკ და განაშენი სახელით არ ვახდენდით მრავალსასწაულს და მაშინ ვეტყვი მათ, თქვა უფალმა, არასდროს მიცვნი ხართ თქვენ. გამშორდით ურჯულოების მოქმედნო, ურჯულოების მორწმუნეო კი არა, ურჯულოების მოქმედნო და შემდეგ აგრძელებს. ყველას ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ. ამიტომ უფალმა ეს იმიტომ თქვა, რომ ბოლო ჟამის დროს ტონობით და მილიონობით ქრისტიანი და მილიონობით მორწმუნე იქნება, რომელიც ღმერთთან საერთოდ ტექნიკურად არ იქნება ახლოს. ფიზიკურად თავისი მოქმედებით ვერ იქნება ახლოს, რაც არ უნდა თავში ჯეროდეს. იმ კანონებთან არ იქნება კავშირში, რაც იესომ დაიბარა. მე ვიცი რომ შენ არ გინდა მკრეხელობაში იყო, მე ვიცი რომ შენ ის ყველაფერი არ გინდა, რასაც აქ ისმენ ეხლა, მაგრამ შენ ეს გინდა თუ არ გინდა, შენი რწმენით და შენი მოქმედებით მიხვალ იქ მიხვალ, სადაც იესო ქრისტე გეუბნება ვერ გცნობო. ეს არის სულიერი სამყაროს მექანიკის ამბები და შენ ამ მექანიკას თუ არ შეესაბამები, რა გითხრეს აქ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. იესო ქრისტემ პირდაპირ გითხრა ყველაფერი და ყველა მოციქულმა ყველაფერი გითხრა ერთად, ერთიანობაში. ღმერთი გამოვლინდა ყველა მოციქულში და იესოში ერთიანად, რადგან ერთ მოციქულში ვერ დაეტია. ამიტომ გაიხსენე, თუ ვინმე ერთი მოციქულით გელაპარაკება ხოლმე, ის მოციქული სიტყვას ამახინჯებს და ბნელია, იცოდე. შენ ეს გონია რაღაც ისეთი მოვლენა, რომ რწმენაში მიიღებ ამას და მერე რა. შენ უარყოფ იესო ქრისტეს მოქმედებას დედამიწაზე, რაც გააკეთა ამით, ამ რწმენით და ამ რწმენაში რომ შეხვალ ღრმად, მარტო დაგრჩება რწმენა და იესო ქრისტესთან საერთოდ აღარ იქნები. ამათი მიზანი არის ეს, იმიტომ რომ იესო ქრისტეა თავად მოქმედება. შენს გამო ჯვარზე გაკვრა მოქმედება. ის კი არა რომ შენ ცოდვებში იყავი და წავიდა უდაბნოში და შვილებო მე თქვენ მოგიტევეთ ცოდვანი ყველას და მე აქ დავრჩები და ჩემთვის ვიქნები, არ მჭირდება მოქმედება, რწმენა უფრო მნიშვნელოვანია და შეგეწევათ რწმენა. შენ ჯვარს და ჯვარცმას მოისური სადღაც შორს შენგან ამ რწმენით, რასაც იღებ. გინდა ეს თუ არ გინდა ტექნიკურად ესეა. შენ იესო ქრისტემ რა მოგიტანა დედამიწაზე? მოქმედება და რწმენა ერთად, ბალანსში თანაბრად. მაგრამ რატომ გითხრათ, რომ მოხვალთ ჩემთან და ვერ გიცნობთო და საქმეზე საუბრობს და ამ ყველაფერზე? იმიტომ რომ იესო ქრისტემ ნახა ეს ყველაფერი თქვენ რა გემართებოდათ და რა დაგემართათ და ბოლო ჟამის დროს ნახა თქვენ რომ მიხვედით მასთან და 100,000-ობით და მილიონობით ადამიანს რომ უთხრა ერთი და იგივე ვერ გცნობ. ამიტომ ამათ სურთ დაგავიწყონ იესო ქრისტეს მოქმედება, რომ შენთვის აღარ იყოს იესო ქრისტე მაგალითი, იმიტომ რომ იესო ქრისტე პირველ რიგში არის მოქმედება მაგალითში რწმენა თანაბრად, მოქმედება და მაგალითი თანაბრად და ესენი ცდილობენ ჯვარზე გაკვრა ჩათვალონ არაფრად და გეუბნება რწმენას დაუთმე 80%, მოქმედებას 20%. გეუბნება რომ იესო ქრისტემ რაც გააკეთა ეს არის 20%. არაფერი ფაქტობრივად. ამას გეუბნება, ამას გილექავს, შენ ამას რწმენაში იღებ, ანხორციელებ და ემსგავსები არა იესო ქრისტეს, არამედ ქაოსია, როცა შენ ბალანსი არ გაქვს მოქმედებასა და რწმენაში ერთმანეთთან. და რატო ამბობს, რომ მაშინ გეტყვით, რომ არასდროს მიცვნი ხარ თქვენ, გამშორდით ურჯულოების მოქმედნო. ანუ შენ უბრალოდ ამას რწმენაში კი არ იღებ უკვე, ურჯულოებას ჩადიხარ. იცი რატომ ჩადიხარ ურჯულოებას? მარტივად აგიხსნი. გამთლიანების მსმენელი გაიგებს ყველაზე მეტად ამას, ვინც შედეგი მიიღო გამთლიანებაში. მე ეხლა მარტო რწმენა რომ მქონოდა, არც ნაშრომები ჩამეწერა, არც მოქმედებები გამეკეთებინა, იქნებოდა თუ არა ეს ბოროტება, ურჯულოება და ურჯულოების მოქმედება. კი, იმიტომ რომ მე არ დავდებდი ჩემს ტყავზე ვიზრუნებდი, მშვენივრად იდეალურად ვიქნებოდი ჩემთვის. არც ჩემს ზურგს დავდებდი ამდენ მხელაში, არაფერს არ დავდებდი სასწორზე. ვიქნებოდი იდეალურად ჩემთვის. და ეს რომ მექნა, ეს იქნებოდა უდიდესი ბოროტება. ბოროტებასაც არ ჩავდივარ, ხო, რეალურად ჩემთვის ვიქნებოდი. ჩემთვის ყოფნა უკვე ბოროტება იქნებოდა. რატომ? იმიტომ რომ უფალმა მომცა ნიჭი თქვენს ყველას განურჩევლად და მე თუ არ განვახორციელებდი ამ ნიჭს, ეს იქნებოდა უდიდესი ბოროტება. და ესენი ამას გიქმნიან, რომ შენ ჩაიდინო უმოქმედობით უდიდესი ბოროტება. რადგან უფალმა მოგცა შენ ნიჭები, ძალები, რომ ეს მოქმედებაში და
და რწმენაში თანაბრად განახორციელო. და ამას რომ არ იზამ, არ არის აუცილებელი ვინმეს თავში ჩაარტყა ტაფა. შენ თუ არ გააკეთებ სიკეთეს, ეს არის ბოროტება. ეხლა ესენი პარალელურად წახნაგობრივად რას გიკეთებენ? გავიგეთ რომ იესო ქრისტეს მოშორდი, ბალანსი დაგერყვა, რწმენა გაქვს მარტო, მოქმედება არ გაქვს, მოქმედებით არ გამყარდა შენი რწმენა და შენი რწმენა არის იაფასიანი ნაგავი, პირდაპირი მნიშვნელობით გეუბნები. ასევე მარტო თუ მოქმედებ და რწმენა არ გაქვს, შენი მოქმედება არის იაფასიანი ნაგავი ასევე. ამ ყველაფერს ხომ გიკეთებენ? და ეხლა რას გიკეთებენ წახნაგობრივად ასევე? შენ ამ მოქმედებით, ამ შენი ცხოვრების რწმენის, შენი გაცნობიერებით რომ დაიწყებ რწმენაზე დიდი დროის დათმობას და მოქმედებას ჩაწევა ავტომატურად ქვემოთ, ეს ავტომატურად ხდება. თუ ბევრ რწმენას უთმობ დროს, ავტომატურად ხდება ჩაწევა ქვემოთ მოქმედების. შენ ამით გიუქმდება იესო ქრისტეს გამოსყიდული ცოდვების მადლი, რადგან იესო ქრისტემ შენი ცოდვები ფიზიკური მოქმედებით ჯვარზე გაკვრით გამოისყიდა და ვითომ იესო ქრისტეს დამცველი რომ არის და მოადგილე და ვითომ იესო ქრისტეს ცოდნეები და გიჟღერებენ რომ რწმენას დაუთმენ მეტი დრო და რწმენა მთავარი ცალკეულადო და მოქმედება სადღაც იქნება გავერკვევით გზადაგზაო, ის შენ რა რწმენასაც გაძლევს, მაგ რწმენით ის ცდილობს გათქვევინოს იესო ქრისტეს ფიზიკურ მოქმედებაზე მადლი და შენ ამ მადლს კარგავ, რაც იესო ქრისტემ ფიზიკური მოქმედებით ჯვარზე გაკვრის შედეგად შენი ცოდვები გამოისყიდა. ფაქტობრივად ცოდვების გამოსყიდვის გარეშე გტოვეს, მარტივად გეტყვით რა. აი იესო ქრისტესი ხომ წამს და ეხლა რომ ჩავთვალო რომ იესო ქრისტემ მოქმედება რაც გააკეთა არაფერია. მე ავტომატურად ჩავთვლი რომ არაფერია თუ რწმენას ავწევ ცალკეულად ზემოთ და მოქმედებას არ ჩავთვლი არაფრად და მე გამიუქმდება იესო ქრისტეს მადლი რაც ჩემი ცოდვები გამოისყიდა ავტომატურად. ესენი ტექნიკურად თქვენ მიყავხართ პირდაპირ უბსკურში. ოღონდ თქვენ ამას ვერაცნობიერებთ. შენ ეხლა ფიქრობ რომ ეს მე როგორ დამემართება, რა სისულელეა, შენ აზრზე არ ხარ არც ფსიქოლოგიის, არც შენი გონება როგორ მუშაობს, სამყაროს მექანიკა როგორ მუშაობს. შენ რომ ამ რწმენას მიიღებ, აგერ ხარ შენ და აგერ ვარ მე, გარანტირებულად შენი რწმენა იქნება მაღალზე და შენი მოქმედება იქნება დაბალზე ავტომატურად. გესმის? და შენი რწმენა იქნება არაფერი, რადგან მოქმედება არ უმყარებს ხაზს. შენ ეს ისე დაგემართება, ბოლოს იცი რას აღმოაჩენ? ბოლოს აღმოაჩენ რომ აღარ ხარ ქრისტიანი, აღარ ხარ ღმერთის კაცი. ნენელა ისე გადაგაპროგრამებს, რომ შენ თავადაც ვერ მიხვდები ამას. შენ ეხლაც კი ვერ ხვდები ამ ჭეშმარიტებას და ისევ იმ რწმენაზე ხარ. და შენ გონია ეს უცებ მოგივიდა ეს რწმენა? ნენელა გაპროგრამებდა, ნენელა შემოყავდა შენში ეს ცრუ და ეხლა უკვე ვეღარ ეწინააღმდეგები. და მერე უკვე დოზას გიზრდის და მერე უკვე ისეთ მარაზმს დაემსგავსები, რომ ვერც შეამჩნევ, ამაშია მთელი ამბავი, რომ სატანა ისე შედის, ვერ ამჩნევ, იმიტომ რომ თუ შეამჩნიე გააძევებ და გარანტიას გაძლევ, ვერ შეამჩნევ. მაგ რწმენით ისე დავარდები, ისე დაეცემი. შენ მაგ რწმენით აფორმებ სამყაროსთან კონტრაქტს, რომ იესო ქრისტემ მოქმედება რაც გააკეთა, ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ჩემთვის მნიშვნელობა აქვს იესო ქრისტეს რა რწმენა ქონდა. კარგი, მიიღე იესო ქრისტეს რწმენა, მაგრამ მოქმედებით გამოგისყიდა მან ცოდვები და შენ ამ ცოდვების გამოსყიდვაზე ვარს ამბობ ავტომატურად და დაუცველი ხდები. ანუ ესენი თქვენ ყველა წახნაგით განადგურებენ ერთი ცრუ რწმენის მოცემით. ვიცი, ეხა თავში მოგდით აზრები, რომ არა, რას ამბობ, იესო ქრისტე მიყვარს, ვაფასებ მას. შენ რას აფასებ, თავში რა მოგდის ფანტაზიები და რა ვერ გაიგე, არავის არ აინტერესებს. შენ ესეა იესო ქრისტეს ფიზიკური მოქმედება ჯვარზე გაკვრა, შენი ცოდვების გამოსყიდვა, სადღაც ქვემოთ უმნიშვნელოდ დააყენე, რადგან შენი მოქმედება იესო ქრისტეს სად დააყენებ? შენს თავში. და შენს თავში თუ იესო ქრისტეს მოქმედებას აყენებ 20%-ზე და 80%-ზე რწმენა გაქვს, შენ აუქმებ იესო ქრისტეს ფიზიკურ მოქმედებას ჯვარზე გაკვრას, ცოდვების გამოსყიდვას, რაც შენ პირადად გაგიკეთა და შენზე კონკრეტულად უქმდება დაცვა ავტომატურად. რაც არ უნდა ეხლა ილოცო და ამბავში იყო, ილოცე და ამბავში იყავი. ესეა ნაგავში მოისროლე იესო ქრისტეს ფიზიკური მოქმედება, რომელი მთავარი სათქმელიც იყო ეს, რწმენა და მოქმედება ერთად. რადგან შენი ცხოვრების მაგალითით იესოს მაგალითი ამბობ ვარს, ამ რწმენით, ამ ცრუ რწმენით. ქრისტიანებს იესო მოგცა მაგალითი და რწმენა და ჩვენ ამ მაგალითს მივყვებით, რწმენა და მოქმედება ერთად, ბალანსში, თანაბრად. თორემ ეს ჩვენი ახირება კი არ არის. ვერ ხვდებით მაგდენს? რა უნდა რწმენას? ვიქნები მარტო რწმენაში გადავიდე ფეხი-ფეხზე. ვიქნები უფალთან რწმენაში წავალ ჩემთვის მაგ ყველანაირი ადგილი. ვიქნები ჩემთვის მარტო ვილოცებ უფალთან, ვიქნები არც საქმეს გავაკეთებ, არც ამ ნაშრომებს დაგიდებთ, არც მოგისმენთ რომ მომწერთ, არაფერს არ გავაკეთებ, ჩემთვის ვიქნები რწმენაში. ეს არის ბოროტება. ბოროტება იცი რა არის? გამთლიანებამ რამდენ ადამიანსაც დაეხმარა, რამდენს დაეხმარება მომავალში, 1000-ობით და 10,000-ობით ადამიანს. და ეს რომ არ მექნა, ეს არის უდიდესი ბოროტება. და არც ვიზამდი მაგას, მე რომ რწმენაზე ქონოდა მხოლოდ აქცენტი და არ ვაკეთო არაფერი, მოტივიც აღარ მექნებოდა და მოკლედ მთელი კასკადის შხამია. ამიტომ რწმენა და
მოქმედება, როდესაც თანაბრად ბალანსში არ არის, არც ერთია ძალის მქონე და არც მეორე, მარტივია ამის პასუხი. ეხლა ალბათ კითხვას დასვამთ, რატომ ბალანსში? იმიტომ რომ რწმენა დასტურდება მოქმედებაში, მოქმედება დასტურდება რწმენაში. ერთმანეთს ადასტურებენ, ერთმანეთს ანმტკიცებენ, გწამს და მოქმედებაში მოყავს. დასაბუთდა, რომ შენი რწმენა ნამდვილია. მოქმედებ და გწამს. რწმენა დაგეხმარა, რომ შენი მოქმედება ყოფილიყო ნამდვილი რწმენიდან გამომდინარე. მე არავის რწმენას არ ვეხები, რატო ხარ შენ იქ, რატომ ხარ შენ იქ, მაგრამ მე აქ განვიხილავ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ქრისტიანია და უნდა გადარჩენა. მე აქ საუბარი მაქვს იმ ადამიანების გადარჩენისთვის, ვის წაწყმედასაც ცდილობენ. თორემ მე თქვენს რწმენას პატივს ვცემ, თქვენი საქმეა რისი გწამთ. არ მაინტერესებს, არ მეხება, მე ამის განხილვასაც კი არ ვაპირებ, სატანის გწამს, ლუთერანი ხარ, პროტესტანტი ხარ, კვანტესტატი ხარ თუ რაღაც კოსმონავტი ხარ. არ მაინტერესებს, შენ გეხება, შენი საქმეა, თუ მოხვალ მკითხავ, გიპასუხებ. და არ მაქვს ამაზე რეაქცია. მე რეაქცია მაქვს ქრისტიანზე, რომლის წარწყმედასაც ცდილობთ და რისთვისაც უფალი მალაპარაკებს. და როცა შენ ბალანსი არ გაქვს მოქმედებასა და რწმენას შორის, შენ ყველაფერში გერღვევა ბალანსი. სულში, ენერგეტიკაში, მოქმედებაში, რწმენაში, ღმერთთან, ქაოსში ხარ, ბალანსში არ ხარ. ბალანსი ირღვევა და შენი პიროვნება სულის ნაწილი იწყებს ჩამოშლას. ქაოსი შემოდის. ამათ უნდათ შენ სულში შემოიყვანონ ქაოსი, მოგაშორონ ქრისტეს და დაგამსგავსონ ურჯულოს და მერე იესო ქრისტემ რომ გითხრას ვერ გცნობო ბოლო ჟამის დროს. იესო ქრისტემ გამოისყიდა ცოდვები მოქმედებით, რწმენით, თანაბრად. ჩვენ იესო ქრისტესთან გამოვისყიდით ჩვენ ცოდვებს მოქმედებით და რწმენით. ასევე ანალოგიურად. ეს მაგალითი მაგიტომ დაგვიტოვა, მაგიტომ გაეკრა ჯვარზე და ნახე, შენ რომ რწმენას უთმობ 80%-ს და მოქმედებას 20%-ს, შენ უფალს შორდები ორივე მხრიდან, მოქმედებითაც და რწმენითაც, რადგან ეს ორი ერთმანეთს ამყარებს და თანაბრად როცა არ გაქვს, აღარც მოქმედება ითვლება შენი, აღარც შენი რწმენა. ეს არის კოშმარი, რასაც გიპირებენ ესენი. მე ესენი დიდი ხნის წინ დავინახე და ისტორიულად YouTube-ზე თარიღით დევს, ვინ ისაუბრა ამ რაღაცეებზე პირველად. გაეცანით მატრიცის არაკომპეტენტურ ეზოთერიკოსებს ნაშრომს და მიხვდებით, ვინ დაიწყო ამაზე ლაპარაკი. თავიდანვე ჩანდა ეს და კიდე თქვენ ვერ ხედავთ წინ რა გელოდებათ. თქვენ წინ რა გელოდებათ ვერ ხედავთ. ყოველთვის აწმყოში ხართ და აქ ნორმალურად ვარ. აქ წავწყდი ცოტა არა უშავს, იქ წავწყდი და ისე წარწყდი. ნელა რომ ვეღარ ცნობს საკუთარ თავს, ვეღარც იესო ქრისტე გცნობს. ამაშია საქმე. იესო ქრისტე კი არა. შენი მოძმე ქართველი ქრისტიანი ვეღარ გცნობს. დაფიქრდი რას გეუბნები. ეხლა თავში მოგივთ, არა, ის არ არის ესეთი, ის ესეთია. არა აქვს მნიშვნელობა ვინ ჩაუნერგა, ვინ ეჩურჩულა ყურში, ვიღაც შავმა მაგმა მოძღვარმა. ხო, არიან შავი მაგი მოძღვრები საქართველოშიც. რამდენიმე პირადად ვიცი ისტორიებით, ნამდვილი ისტორიებით. ვინ ეჩურჩულა, რა ეჩურჩულა, არავინ არ იცის, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ვინ ეჩურჩულა, სატანა ეჩურჩულა, დემონი ეჩურჩულა. ეჩურჩულება და ახორციელებს და განახორციელებს და ეს დაიწყო დიდი ხნის წინ. შენ გონია ეხლა მოხდა ეს. შენ ეხლა დაგიდეს გამომცხვარი ნამცხვარი. თორემ ამ ნამცხვრის ინგრედიენტებს და ყველაფერს აგროვებდნენ დიდი ხანია და გიმზადებდნენ ამდენი ხანი. ეხლა შენ გამომცხვარ ნამცხვარს ხედავ და გონია რა ხდება. რა ხდება კი არა, დიდი ხანია ამ ნამცხვარს გიწყობენ და ეს რომ ნამცხვარი გგონია, წინ გელოდება ფეკალიების ტორტი და მერე ამ ფეკალიების ტორტის ნაცვლად გელოდება კოშმარი. უსასრულო კოშმარი. ესეც სახელს დავარქმევთ. შავი მაგი, სატანა და ბნელები ისე აწვეთებენ ადამიანში იდეას, რომ ადამიანი ფიქრობს, რომ თავად მოუვიდა ეს იდეა. ამიტომ მათი ვითომ ღმერთის კაცის სახე, ნუ მოგატყუებთ. თავადაც ზემოქმედების ქვეშ არიან. გესმის? თავადაც ზემოქმედების ქვეშ არიან და სახეზე ამიტომ აქვთ აბსოლუტური სიმართლის რწმენის სახე. მაგრამ ფაქტით არ არის ღმერთთან. თავისი ჭხუბებით, კამათებით, დაძაბულობით, მდგომარეობით ესე უნდა მიხვდეთ ვინ სად არის და კიდე ბევრი რაღაც შეიძლება მშვიდშიც იყოს, მაგრამ ტოქსიკებს ასხივებდეს. უნდა მიხვდეთ, უნდა ისწავლოთ ეს, თორემ წასულია თქვენი საქმე. ქრისტე გეტყვის, ვერ გცნობ, მორჩა, ვერ გცნობს. რა გააკეთოს ეხლა? ვერ გცნობს. შენს გამო ვერ დაუშვებს, რომ მოდი რა ისი რა შენ გაგიტარებ და იმას არ გაუტარებ. ბოლო ჟამის დროს არის მათემატიკური დათვლა, ვინ რა გააკეთა და არავის არაფერი არ ეპატიება, რომ მე არავინ არ გაასაჩივროს. ყველაფრის დათვლა ხდება და განცალკევება ბნელის და შუქის და ბნელი იკეტება სამუდამოდ, სად იკეტება აღარ აღიხსნით ეხლა. და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ბოლო ჟამი რისთვის არის? რას ამოწმებს იესო ქრისტე? გწამდა თუ არა ღმერთის? მართლა სერიოზულად ფიქრობ, იესო ქრისტე 80% შეამოწმებს ღმერთის გწამდა თუ არა? თუ იმას შეამოწმებს, გწამდა თუ არა და თან მოქმედება რა იყო? თანაბრად დაფიქრდი. სასამართლო რისთვის ტარდება? რისთვის ტარდება სასამართლო? აი, სასამართლოში რომ ადამიანს ასაჩივრებენ. ფიქრებში ფიქრობდა რაღაცას და მაგიტომ ასაჩივრებენ თუ ჯერ ფიქრობდა და მერე განახორციელა და ამიტომ ასაჩივრებენ. სასამართლო რისთვის არის? და ბოლო ჟამის სასამართლო რას ნიშნავს? იმას რომ შენ ფიქრებში და
და მოქმედებაში რაც გქონდა, ამით სამართლდები. რწმენაში და მოქმედებაში რა გქონდა. რადგან რწმენაში რაც გაქვს, მოქმედებაში თანაბრად უნდა ვლინდებოდეს და თუ შენ რწმენაში გაქვს და მოქმედებაში არ ვლინდება, ესე იგი შენ საერთოდ სხვაგან ხარ. ეხლა თუ გააცნობიერე, ეს ბიჭი თურმე რას მიშვებოდა, არავის მიმართ ბრაზე არ უნდა გქონდეს. არც რატოქნა ესე, არც რატოქნა ისე, გაკვეთილი გამოიტანე აქედან. გაკვეთილი გამოიტანე და მადლობა გადაუხადე უფალს, რომ ეს გაგაგებინა, რომ შენამდე ეს ვიდეო მოიტანა, ეს ცოდნა მოიტანა, ასევე სხვა ადამიანების ცოდნა, რომლებიც გეუბნებიან, რომ ეს არის ქრისტიანობა და ღმერთი, საქმე და რწმენა, რწმენა და საქმე ერთად, თანაბრად, ბალანსში. ეს იმხელა ტოქსიკური რაღაც ხდება საქართველოში. ამიტომაც ქონდა რეაქცია ყველას ინსტინქტურად, ხალხი ვერ ხვდება რატომ წერს ამაზე ნაშრომებს. ხალხი თავადაც ფიქრობს, რაში მაინტერესებს, ვერაცნობიერებს ამ ყველაფრის სიღრმეს, რაოდენ დამაქცეველი და წარმწყმენელია ეს ყველაფერი ადამიანისთვის. ჯერ ვერ მივიდა ვერავის ცნობამდე ეს და ყველა სახეზე აწერია რა მინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მაინც ლაპარაკობს და ღმერთის ხმა ილაპარაკე ამაზეო, მაგრამ ვერ ხსნის და ეს ხდება, რასაც გიხსნის. სიტყვებს შორის გატყუებს და ყველა ამ შხამს რომ გაგიჟღერებს და ყველა ამ ნაგავს ჩაქჩრის პირში, ბოლოს გეუბნება შენ თუ გწამს ქრისტეს უნდა მიენთო. ბოლოს სიმართლეს გეუბნება ერთს და იმ სიმართლეს იღებ და დანარჩენი რაც გითხრა, მართალი გგონია. და ეს პროცესი იცი როგორ ხდება? პროცესი გრძელდება, თქვათ 1 საათის განმავლობაში. 20 წუთი გელაპარაკა ეს ტყუილები, რომ ესეა, მეორე 20 წუთი გელაპარაკა მეორე ტყუილები და ბოლო 10 წუთი გელაპარაკა სიმართლე. და შენ ამ 10 წუთში ეთანხმები, კი მასია და ბოლოს დაგავიწყდა ის 20 წუთი, ის 40 წუთი, რა შხამი გაჭამა და გგონია დაგისაბუთა სიმართლე. ბოლო 10 წუთში გეუბნება სიმართლეს და ეთანხმო, კი და მე აღარ გახსოვს იქ რა ილაპარაკე. ამიტომ ეს არის მისი ბნელის ცრუს მოქმედების კვანძი. შენ ის შხამებს რომ დაგიფიქსირებს, ფურცელი და პასტა ან ტელეფონში ამოიწერე, რაც თქვა და ბოლოს დაგიწყებს ჭეშმარიტებებზე ლაპარაკს, სიმართლის ლაპარაკს დაგიწყებს ბოლოს. კი დაეთანხმე და მე გაუხსენე ისევ თავში რა გელაპარაკა. და იქ წააგებს. აზრში გესმის? 20 წუთი შხამი გაჭამა, ერთი მეორე შხამი 20 წუთი გაჭამა და ბოლო 10 წუთი კის გაძახებინებდა და გგონია რაც გელაპარაკა ყველაფერში დაეთანხმე და მე აღარ გახსოვს ის. ანუ დემონი აკეთებს ამას. თქვენ ამას ვერ შიფრავთ და ამ ყველა შხამს. ამიტომ ის ტოქსიკი რაც გელაპარაკა წინ, ის გაახსენე და არ დაივიწყო. რადგან ის ბოლოს ყოველთვის დაგესრულებს სიმართლის ლაპარაკით, რომ დაეთანხმო ბოლოს. ბოლოს ვინც ეთანხმება, მაგაშია საქმე. ეთანხმები 10 წუთი, მორჩა, შენ უკვე ქვეცნობიერი მოგიტყუდა და ხალხსაც მოუტყუდა. ქვეცნობიერი რომ ეს ყველაფერი სიმართლეს ლაპარაკობს და წავაგე აზრი. აზრში კი არ წააგე, გატყუებს. 40 წუთი ნაგავი გაჭამა და 10 წუთი სიმართლე. და ამ 10 წუთი ბოლოს დასრულების სიმართლით გადაწყვიტე, რადგან აწმყოში ხარ ლაპარაკის დროს ყოველთვის. მანეს იცის, დემონმა იცის ეს. ამიტომ სიმართლე იქონიე გულში, რწმენა მოქმედება თანაბრად, ქრისტეს მთავარი მონაპოვარი არის რწმენა განმტკიცებული მოქმედებაში, მოქმედება განმტკიცებული რწმენაში. ბიბლიის ტექსტი რომ გაატარო ერთ საერთო ფილტრში, იქნება ესეთი სიტყვა: მოქმედება და რწმენა, მოქმედება და რწმენა, მოქმედება და რწმენა, მოქმედება და რწმენა. ამას გაიძახის ბიბლია ერთიანობაში. და ცალკე რაც გაიძახის, იცი? რასაც გინდა იმას, ერთი მოციქულით, რასაც გინდა იმას გაიძახი. ამიტომ იყო 12 მოციქული, რომ ეს არ მომხდარიყო. ამიტომ ვინც ერთი მოციქულით გელაპარაკება, ის გელაპარაკება იმას, რაც მას სურს და არ ღვევს უფლის მთლიანობას. 12 მოციქულში. მოქმედება და რწმენა, მოქმედება და რწმენა, ეს არის ბიბლიის გულისცემის პულსი. მაშასადამე ქრისტიანი, მაშასადამე მართლმადიდებელი არის მოქმედება და რწმენა. ამიტომ და შენ მართლმადიდებელს რომ უწოდებ, შენს თავს და თვლი რომ 80% რწმენა უნდა გქონდეს და 20% მოქმედება, შენ აღარ გამოდიხარ მართლის მადიდებელი. აღარ გამოდიხარ მართლმადიდებელი ავტომატურად. ამიტომ აღარ ქვია შენ უკვე მართლმადიდებელი. მართლის მადიდებელი აღარ ამბობ მართალს. ამბობ რომ მარტო რწმენას აქვს მნიშვნელობა, იტყუები უკვე და აღარ ხარ ავტომატურად მართლის მადიდებელიც. თუმცა შენ შეიძლება გეგონოს თავი მართლმადიდებელი, გეგონოს ქრისტესთან ახლოს და კიდე ბევრი რამე შეიძლება გეგონოს თავში. მაგრამ ტექნიკურად აღარც მართლმადიდებელი აღარ გამოდიხარ. მართლის მადიდებელი არ ხარ და მაგიტომ მაგრწმენით. იმიტომ რომ იესოა რწმენა და მოქმედება. ამიტომ იესო, მე ნათელი ვარ, ვინც მე გამომყვება სიბნელეში არ ივლის, მოქმედება, გამომყვება, მოქმედება ყველგან, მოქმედება და რწმენა ყველგან. ბიბლია ამას გაიძახის თავისი ხმით, მოქმედება და რწმენა, მოქმედება და რწმენა. ეს არის ქრისტიანობა, ეს არის მართლის მადიდებლობა, სიმართლის დიდება და აღარ ხარ შენ მართლმადიდებელი, იცოდე მაინც ეს. ესენ იცით რას აპირებენ? ის რაც 100,000 მოწამესთან ვერ მოახერხეს. თქვენთან ახორციელებენ ამას. რა მაინტერესებს? სადმე არსებობს მხოლოდ რწმენის შედეგად გამხდარი წმინდანი?
მხოლოდ რწმენის შედეგად გამხდარი უფალი, 100,000 ქართველი, რომელმაც მხოლოდ რწმენით გახდა წმინდანი. არსებობს სადმე ისტორიაში რომელიმე სულიერი მოღვაწე, რომელიც მხოლოდ რწმენის შედეგად გახდა რაიმე სულიერებაში. არ არსებობს ესეთი რაღაცა. ისტორიას არ ახსოვს, რადგან ფიზიკურად არ არსებობს ესეთი მოვლენა. ღვთიურ და სამყაროსეულ კანონებს ეწინააღმდეგება. ეს არის უდიდესი ტუტუცური ტყუილი, რასაც გინერგავენ და სადაც მიყავხართ ამათ. 100,000 წმინდანი, რომელმაც მოქმედებით თავი გაწირა. ვაიმე, ჩემო საქართველო, რისთვის შევწირე ჩემი შვილები, ჩემი ქმარი, ჩემი ცოლი, ჩემი ბებია? რისთვის გავაკეთე ეს მოქმედება? თურმე რწმენა საკმარისი ყოფილა მხოლოდ. არც ხვენთ, მეც არაფერს არ შევებით. 100,000 ქართველის მოქმედების შერცხვენას აკეთებენ თქვენ თავში. 100,000 მოწამის მოქმედებას არ ცხვენთ თქვენ თავში. და აქედან გამომდინარე ბილწავთ ჩვენი ერის რწმენას. 100,000 ქართველის თავგანწირვა წმინდანის შენთვის უკვე აღარაფერს აღარ ნიშნავს შენი რწმენით. არც იესო ქრისტეს მოქმედება, არც 100,000 ქართველის თავგანწირვა მოქმედება. მაგრამ არ იფიქრო რომ შენ ამით ქართველის სულს წაბილწავ. ამით წაბილწავ შენ თავში ქართველის სულს. შენი წილი ქართველის სული იბილწება. შენ რომ ეხლა იესო ქრისტეს იქ წამს, ილოცები, 100,000 ქართველის მოქმედება არის ამის გარანტი. თუ არა და ეხლა ალახდილალახით იქნებოდა. ალახდილალახი ჯობია შენ ისეთ რწმენაში შედიხარ, ალახდილალახი ჯობია რა თქმა უნდა. იქ რაღაც ფორმირება მაინც არის ღმერთის და შენ პირდაპირ სატანა გელაპარაკება. სატანის ფორმირებას აკეთებ. ვისაც გაურბოდი იმას ემსგავსები. ვისითაც გაშინებდა ურჯულოებით იმ ურჯულოს და ემსგავსე. ეს რა არის? აცნობიერებ? რა ურჯულოებითაც გაშინებდნენ და გაკამათებდა და გეუბნებოდა რომ ეს არის ურჯულო, მუსლიმია, ის არის ურჯულოს და ემსგავსე და ქართველი ქრისტიანი ვეღარ გცნობს. ჩემი უდიდესი პატივისცემა მუსლიმანებს, ჩემი უდიდესი პატივისცემა ყველა რწმენის ადამიანს, რომელიც ღმერთით სიყვარულით ცხოვრობს. მაგრამ ეს სხვა რაღაც არის. ეს არც რელიგია, არც რაღაც არის. ეს არის სატანის პროექტი. პირდაპირ სატანის პროექტია და ამის მიმართ არ მაქვს პატივისცემა, რა თქმა უნდა. და ამიტომ ლაპარაკობ. რომელი მუსლიმი გეტყვის რწმენაში, რომ მარტო რწმენა მოქმედებაო, თავს გაგიტეხავს. და ამიტომ პატივისცემა მაქვს მე ყველა სხვა რელიგიის მიმართ, რომელიც იცავს სამყაროს კანონებს და სატანის არ არის და სატანიდან რაც მოდის, მის მიმართ პატივისცემა კი არა ვამხელ. ამაშია საქმე. ვოძღრები დღეს გასაგებ ენაზე ვერ გიხსნიან, ხომ არ გეტყვის? ჰეი, ჩუვაკ, დაგერხა. ვერ გეტყვის, ამას ვერ გიხსნის. მაგრამ შენ მართლმადიდებლობას კი არ კარგავ. ქრისტესთან კავშირს კარგავ. ავტომატურად ამის ახსნას ცდილობენ დღევანდელი მოძღვრები თქვენთვის. ოღონდ ვერ მივიდნენ თქვენ ენაზე რომ აგიხსნან იქამდე. ხედავ როგორ გავიდა დიდი დრო და როგორ ვეუბნები შვილიშვილებს. უпростоრედ როგორ მეკითხებიან შვილიშვილები. ბაბუა, რა ხდებოდა ბოლო ჟამის დროს? რა ხდებოდა იმ პერიოდებში სანამ ეს ყველაფერი დაიწყებოდა? და ვეტყვი, შვილებო, ისე დროს მოესწარი, ვინც ყველაზე მეტად იცავდა ქრისტეს სახელს, ის განუდგა პირველი ქრისტეს. არა პირდაპირ, არამედ თავადაც ვერ მიხვდნენ როგორ. და ხედავ ეს გაფართოებული თვალებით როგორ მისმენენ ბავშვები. ეს არის რეალობა. მოუყვები ჩემ შვილიშვილებს ამას, ასევე მოუყვები ჩვენს გამარჯვებებზე, რომელიც წინ გველოდება გამარჯვება და დამარცხება ელოდება იმ ადამიანებს, რომლებიც არ ისმენენ. ჩვენ განვახორციელებთ გამარჯვებას მოქმედებით და რწმენით და თქვენ მარტო რწმენით განახორციელებთ თქვენი საქმე და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ერთადერთი რასურულის მიჩნდება უფალმა დაგიფაროთ, უფალმა მოგცეთ გულში ცოდნა, უფალი იყოს თქვენი მფარველი, მეტი რა გისურვო, რომ ხედავ რა გელოდება. ერთნი იესო ქრისტეს განუდგება მოქმედებებით და არ ექნება რწმენა, მეორეს ექნება რწმენა და არ ექნება მოქმედება, მესამე საერთოდ მოქმედება არ ექნება და არც რწმენა, მეტი აქ არ იქნება. ეს სამია. ესენი განუდგებიან იესო ქრისტეს, მაშასადამე ქრისტიანობას, მაშასადამე მართლმადიდებლობას. და წარიწყდება. თქვენ აცნობიერებთ წინ როგორი მზაკრული პერიოდი გველოდება? ეს მხოლოდ ჭინთვებია. ესეთები გამოყოფენ თავს, მაგრამ უფალი არის ჩვენს გვერდით და ჩვენში ისმის ჭეშმარიტი ხმა, ამიტომაც გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ არა სხვაზე გამარჯვებით, არამედ იმით, რომ საკუთარ თავში არ შემოუშვებთ ცრუს და მარტო შემოუშვებთ უფლის სიტყვას, რომელიც ერთ-ერთში შავ თეთრზე წერია სახარებაში, ერთიანობაში. მადლობა უფალს, რომ გვასაჩუქრებს ამ შეუფასებელი განძიცოდნით, მადლით. ეს არის მადლი, უფლის მადლი ეფინოს ყველა თქვენგანის გულებს. უფალმა დაგვიფაროს. ამინ.